აი ასეთმა ადამიანებმა როგორც არის ნინო ბახუტაშვილი გადაარჩინეს ეს ქვეყანა და მოვედით ჩვენამდე ჩვენი ენით, ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი ფარდაგებით, ჩვენი სიმღერით, ჩვენი ცეკვით, ჩვენი კინოთი, აი მართლა ღრმად მჯერა და მწამს რომ ასეთი ადამიანები რო არ ყოლოდნენ საქართველოს და უმეტესწილად ხო ჩვენ ვიცით დიდი სახელები და დიდი გმირები და მართლაც უმნიშვნელოვანესი ადამიანები როგორც არის ვაჟა ილია აკაკი და ნოდარი და ნიკო ნიკოლაძე და დავით სარაჯიშვილი ასე შემდეგ. აი ესეთი პატარა ნიკო ნიკოლაძეები და დავით სარაჯიშვილები, რომლებიც დღევანდელ დღემდე ჩვენამდე სახელად და გვარად არ მოვიდნენ, სულ იყვნენ საქართველოში და ამიტომაც ვართ დღეს რომ ვახერხებთ იმას, რომ რაღაცა თანამედროვე ელექტრონული მართვის ერთიანი სისტემები შევქმნათ. იცოდი ეგ? არ ვიცოდი. მაგაშია საქმე და აი ახლა გაგვაგებინებს არაჩვეულებრივი სტუმარი გიორგი პაპავა, თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, რომელიც უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დღეს გადასარევი დღეა. ვაჟა დაიბადა დღევანდელ დღეს, ნოდარ დუმბაძე დაიბადა, კაკუცა შოლოყაშვილი და ამ თემებზე ასე თუ ისე რაღაცა წარმოდგენა გქონდა მე და დათოს და აი თქვენ რასთან დაკავშირებითაც მოხვედით ჩვენთან სასაუბროს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი ტელემაყურებლისთვის. წარმოდგენა არა გვაქვს. აქედან გამომდინარე თქვენ ახლა უნდა გაგვარკვიოთ ამაში. ERP ხო? თუ რას ნიშნავს ERP და რას ნიშნავს ეს მართვის ერთიანი ელექტრონული მართვის ერთიანი სისტემა, ციფრული სისტემა, რომელიც როგორც ხვდები გაგვიადვილებს რაღაცა მნიშვნელოვან ინფორმაციას მიცემს დიდ კომპანიებს, იმ კომპანიებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს იღებენ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთელი მსოფლიო შეუერთდით ასე ვთქვათ ჩვენ ახლა ამ სისტემით და ჩვენთვისაც და ჩვენი ტელემაყურებლისთვისაც რომ უფრო გასაგები გახდეს იქნებ მოგვეყვეთ ამის შესახებ. დიახ, მართალს ვბრძანებთ. ERP ეგრეთ წოდებული არის პროგრამა, რომელიც ელექტრონული რესურსების მართვას ახორციელებს. ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ორგანიზაციაში იყოს, მის გაციფრულებას ახორციელებს. კონკრეტულად რო შევხედოთ, მაგალითად, თბილსერვის ჯგუფის მასშტაბი არის ძალიან დიდი, 5700 თანამშრომელი ყავს, უამრავი მძიმე ტექნიკა, ძირითადი საშუალებები, შესაბამისად, ერთიან ციკლში, ერთიან სურათში იქნება დამუშავებული და ანალიზი გაკეთებული. ამას ეს ყველაფერი რაც უვლის ქალაქს, ხო? რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით იქნება ეს გარეგანათება, დასუფთავება, დახაზვების, ანიავრცელების ექსპლუატაცია თუ ასე შემდეგ. საერთო ჯამში ეს პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, გააკეთო ანალიზი, შენს მიერ მოპოვებული თანხებით შექმნილი დოვლათი, რასაც მოლაპატრონებას უწევ, რამდენად სწორედ არის გამოყენებული და რომელ მიმართულებაში შეიძლება გაძლიერება, ან პირიქით, საკმარისად ძლიერია და სხვა მიმართულებაზე რომ გადაერთო. კი ბატონო. მოსახლეობა ვერ დაინახავს სისტემის მუშაობას, მაგრამ შედეგს როდის იგრძნობს ასე. და რა ტიპით იგრძნობს რეალიტი? ყველა ორგანიზაციაში მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს თავის შესაბამისი მიმართულებებში რაღაც პროცესები, როგორც არის ბუღალტერია, როგორც არის შესყიდვების, აწყობი, ავტოსერვისი და ასე შემდეგ. როდესაც ეს ყველაფერი ხდება ერთ სივრცეში, იძლევა ისეთ ანალიტიკური მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პროცესებს უფრო ხარისხობრივად აუმჯობესებს, ან დროში უკეთეს ხდის. გიორგი, აი უფრო გასაგები რო იყოს, ჩვენთვის რაღაცა ძალიან პრიმიტიული უბრალო მაგალითი რომ მოგვიყვანოთ, რომ აი უფრო დავინახოთ. ყველაზე მეტი დიდი რესურსი რა მომსახურებაშიც მოსახლეობის მიმართ ჩვენი ხარჯება ეს არის დასუფთავების სფერო და რომ შევხედოთ ნაგვის შეგროვებას, ეგრეთ წოდებულ waste collections, ხო? ანუ ნაგვის შემგროვებელი მანქანები, ნარჩენის მანქანები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გულისხმობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენის მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან თბილისის მასშტაბში, ყველა არის ძირითადად ევროპის კონტინენტზე წარმოებული, შესაბამისი სტანდარტით, მისი სერვისი საკმაოდ ძვირადღირებული და ყველა ნაწილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, რომ მისი სერვისი შევძლოთ. კი ბატონო. ეს სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნახოთ ერთი და იგივე დროს შეძენილი მანქანებიდან რომელი უფრო ხშირად ზიანდება. რომელი მისი ნაწილი უფრო ხშირად ზიანდება წინა წლებთან შედარებით. ამით შეგვიძლია გავიგოთ როგორც ნაწილის ხარისხი, ასევე შემოტანის დრო, ასევე ფასები ხომ არ არის გაზრდილი. პლუს რომელიმე მძღოლი უდიეროდ ხო არ ეპყრობა მას, რომელიმე მარშრუტი იმაზე უფრო გრძელი თუ არა ვიდრე ჭირდება დედაქალაქს და მარშრუტებს ხო არ ჭირდება ცვლილება.
შესაბამისად, ამ მონაცემებს, ვინც ამუშავებს იმ ჯგუფებში, რო არსებობს, თქვათ, 100 თანამშრომელი, 100 თანამშრომლიდან რომელიმე განყოფილებაში უფრო მეტი საქმე ხო არ არის, ვიდრე სხვა განყოფილებებში, შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობა ხომ არ უნდა გადაანაწილო. ან სამუშაო დრო ხომ არ უნდა შეცვალო, რომ დაემთხვეს ოპერატიულად ინფორმაციის მოწოდება ანგარიშისთვის. ანუ ეს ინფორმაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცა პროგნოზივით გავაკეთოთ იმის, რომ აი იგივე ვთქვათ დასუფთავების ნაწილში ბევრად უფრო შესამჩნევ იყოს ჩვენთვის მოსახლეობისთვის, რომ ბევრად უფრო სუფთა იყოს, ანუ რაღაცა დროის როგორც დასუფთავების ხარისხი იყოს უფრო მაღალი, ასევე თუ რაიმე, ანუ ყოველთვის დასუფთავება თავისთავად გეგმის მიხედვით ხორციელდება, მაგრამ არის რაღაცები, მაგალითად ავტოავარია მოხდა და დასაფთავებელია ტერიტორია, ხო? ოპერატიულობის ხარისხით რო აწიო, როგორ უნდა გამოცხადდეს, რა ტიპის მანქანა უნდა მივიდეს ადგილზე, რომ უფრო სწრაფად შეძლოს მისვლა, მაგ ქუჩისთვის არის თუ არა მისი გაბარიტები მისაღები და ზუსტად ამის მიხედვით არის თუ არა ავტოპარკი გადანაწილებული, როგორი რაიონებიც გვაქვს მაგალითად. კი ბატონო, თქვენ ეს კონკრეტულად თბილსერვის ჯგუფისთვის არის, ვთქვათ, ანუ ზოგადად ამის გამოყენება სხვა შეძლებს თუ ეს მხოლოდ თქვენ ჩაერთეთ ამ სისტემას? ჩვენ შევიძინეთ პროგრამა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის საჭიროებებს და ჩვენს საკადრო ხეზე, ასევე ფუნქციებზეა მორგებული. ზოგადად ეს პროგრამა უამრავ კომპანიას აქვს და ყველა დიდი კომპანია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ იმისთვის რომ ხარისხი აწიოს, სარგებლობენ ან გეგმავენ რომ დანერგონ. ანუ საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, მისი დანერგვა დროს 6-7 თვე მაინც სჭირდება რომ სატესტო ვერსიით დაიწყო მუშაობა და ეს ერთი ხელით ესე ადვილად ბევრი უნარები უნდა შეიძინონ თანამშრომლებმა, რომლებიც ამაში დაიწყებენ მუშაობას, იმიტომ რომ მას თავისი ფორმები აქვს და მოდულები, რომელიც ამარტივებს საქმეს, რომ მექანიკური მუშაობიდან ციფრულზე გადაიყვანო ყველაფერი. რამე კონკრეტულად რამე დაჩქარდება ამ პროგრამით და რაღაცა უკვე დაახლოებით გათვლა გაქვთ, რომ აი თქვათ ან ფინანსური ის სადგექნება. ჩვენი გათვლა არის ის, რომ ყველა რესურსის სწორედ გამოყენების შემთხვევაში შეძლებ დავზოგოთ თანხა ისე, რომ ავტოპარკი განვაახლოთ. რაც უფრო განახლებული ავტოპარკი გაქვს, მით მეტი მომსახურე ძალა მექანიკურ ძალას გულისხმობ გადის ქუჩაში. შესაბამისად, თუ თქვათ ვაკის რაიონს ყავს თქვათ 5 ერთეული მანქანა, რომელიც დაგვაზე და მორეცხვაზეა ორიენტირებული, ამ რესურსების სწორი გადანაწილების შემდეგ დაგრჩება ეკონომია, რომელიც 2 წლის წინში 5-ს გაგიხდის შედეგი შეიძლება მივიღოთ. შესაბამისად, ეს არის თავისუფალი რესურსების გამოძებნა იმავე ჭერში, რომელიც გაქვს. გიორგი, სანიაღლე სისტემებზეც მინდა რომ კითხოთ, ახლა ვიცით ეს ტრაგედია, კახეთის ტრაგედია, როგორ მოხდა და რა მოხდა, კიდევ ამ წაიღო გაცოცხლები, გადავრჩით ასე ვთქვათ და რა ეტაპზეა თბილისში აი არსებული ქსელები, რამდენად არის მზად ეს ქალაქი, რომ ვთქვათ ვარი წერია, მაგრამ ვაი და ესეთი რაღაცა რომ მოხდეს, სტიქია. თბილისში ყოველწლიურად, როდესაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, მერია ახორციელებს სანიაღვრე ქსელების მშენებლობას, ჩვენ ვართ საექსპლუატაციო კომპანია, რომელსაც გადმოგვეცემა მე ეს ქსელები, უწევთ მოვლაპატრონებას. მოვლაპატრონებაში იგულისხმება 24 საათიან რეჟიმში, როგორც დღის, ასევე ღამის ჯგუფების საშუალებით, ყველა რაიონს ყავს თავისი უბნის უფროსი და პასუხისმგებელი პირი, რომლებიც როგორც სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, ანუ წნევიანი მანქანებით ახორციელებენ ქსელის გარეცხვას და დათვალიერებას, რამე ხო არ არის შიგნით დაზიანება, ან ჩატეხილი, ან ხო არ არის სამშენებლო ნაგვით ამოვსებული, ამის დათვალიერებას, ასევე ცოცხალი ძალა არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პერსონალის რაოდენობა გამოდის დილის 9 საათიდან და იწყებს სანიაღვრეჭების ახდას, მექანიკურად ანუ თოხებით, ბარებით, ხელით დამუშავებას, ამოღებას, დასუფთავებას და ტერიტორიიდან გატანას. რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირი არის სიმულაციის დროს მიხვდეს სად არის პრობლემა, შესაბამისად ყველაზე ხშირი დატბორვის წერტილები რაც არის, როდესაც წვიმა არის გამოცხადებული, რამოდენიმე აპლიკაციის საშუალებით ვაკონტროლებთ. ჩვენი თანამშრომლები გადიან ობიექტზე წინასწარ და აკონტროლებენ, ხო არის ნამდვილად ყველა ცხაური წესრიგში. მით უმეტეს თუ წინ ან სეტყვა ან ქარი უსწრებს, ყოველთვის არის რომ ეს ფოთლები და ტოტები, რომელიც ხეს წყდება, მიდის ნიაღვართან ერთად ცხაურთან და ახორციელებს მის დაფარვას. უამრავ ქვეყანაში თვითონ ყველა მოსახლე, როდესაც ნახულობს, ანუ ვინც წუხდება ამ წყლით, ასე ვთქვათ, გადმოდის მანქანიდან, ჩერდება და თავად არიან ხოლმე ჩართულები გაწმენდაში გვინახავს. ხო, ესეთი ბევრი კადრებია. ჩვენთან ამის პრობლემაა, რომ ყოველთვის ყველა ელოდება, რომ მოვა სახელმწიფო და გაუკეთებს ამ საქმეს. მაგალითად, ეზოშიც კი, რომელიც თავისი მოწყობილია, სახელმწიფომ უნდა გაუწმინდოს და აქაც ვცდილობთ, რომ ხალხს მივაწმინოთ ინფორმაცია, რომ ყველასია ეს ქალაქი და ყველას შეგვიძლია ტოტის გვერდზე გადაწევა. ტოტის კი არა, ბოთლის და
ხო, ან მანქანა რო არ დავაყენოთ ცხაურზე საბურავით, რომ წყალი ჩავიდეს ფიზიკურად შიგნით, ხო? და დღემდე რა უნდა დააბინძურო შენი ქალაქი, კი ვერ ვისწავლეთ და რო უნდა. გიორგი, რა არის მაინც თქვენი სამსახურის ყველაზე დიდი გამოწვევა? ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, ანუ ყველაზე ბევრი თანამშრომლის რესურსი, სადაც არის მოხმარება, ეს არის დასუფთავება და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი მოსახლეობის წესჩვეულება. ანუ ყოველ დილით 7 საათზე, სანამ ჩვენ სამსახურში მივდივართ, ან ბავშვები მყავს სკოლაში, ბაღში, ჩვენი თანამშრომლები უკვე გამოსულები არიან მზის სამოსვლამდე და იდეალურად ასუფთავებენ სკვერებს, პარკებს, ბილიკებს, ქუჩებს. სანამ ჩვენ სკოლაში მივდივართ, იგივე ხდება, აბა. ყოველ დილით იგივე ხდება. ეზოებშიც რო შევხედოთ, ანუ ჩვენს ეზოში არავინ არ ყრის ყოფასროლო ნარჩენს სხვა უბნიდან, ხო, ფანჯრიდან ნასროლი ნამწვი და მე ქვევით გამოდის საკუთარ მანქანაზე გდია, ოღონდ სხვისი გადმოგდებული და თავის შვილი თამაშობს იმ ეზოში. ხო, იქ სადაც ყრია რაღაცა ერთჯერადი ჩაის პაკეტებს რო ფანჯრიდან ისვრიან, შეფუთვებს, აი სასწაულია ეს. 21 საუკუნეში დედაქალაქში ეს ხარ. მაგას თულ სერვისის ძალით რაღაც მაქსიმალურად ვცდილობთ ვებრძოლოთ, მაგრამ მაინც თავი გამოწვევა ეს არის, რომ უკანონო ნარჩენის განთავსება იქნება სახლებიდან თუ კომერციული ობიექტებიდან, ასევე გამწვანებულ თარგებში სულ ხვდებით სამშენებლო ნაგავს. ან მეორადი ავეჭი და ფურნიტურა, ხელსაბანები ბევრჯერ გვინახავს ცენტრალურ უბანში გაჩერებაზე რო დგას. ხა რეაბილიტირებული არეალია, ყველაფერი თანამედროვე და ევროპული სტანდარტის არის და უცებ ხელსაბანი აგდია გამოყენებული ვიღაცამ რემონტი შეასრულა. და მისი ნარჩენის გატანა 0.1% არის ღირებულების, რომელიც დახარჯა ან ნივთში, ან რემონტში. მაგრამ მაინც ესე თბილისის დასუფთავება, ნარჩენების მართვა, გარე განათების სისტემები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სანიაღვრე ქსელები, ათასობით თანამშრომელი და დიდი ავტოპარკი. ეს არის თბილსერვის ჯგუფის მოვალეობების ჩამონათვალი, უკვე გითხრა გიორგიმ, რომ ყავს 5700 თანამშრომელი. 700 თანამშრომელი, ეს არის ძალიან დიდი ორგანიზაცია. წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერვისის მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქი ფუნქციონირებდეს და კიდევ ერთხელ გიორგის უერთდებით ჩვენ და ალბათ მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ისევე ჩვენ როგორც ჩვენ საკუთარ თავს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ქალაქი შევიგრძნოთ როგორც ჩვენი საკუთარი სახლი, მივხედოთ, მოუაროთ მას, ნუ დაველოდებით სხვა როდის გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად, ის რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თუნდაც იმით, რომ არ დავანაგვიანოთ ჩვენი ქალაქი, ეს უკვე ძალიან დიდი საქმე იქნება. არა თბილსერვის ჯგუფისთვის, არამედ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. დიდი მადლობა გიორგი მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ.